საქართველოში აქტიურად გრძელდება მსჯელობა საქართველოს როლზე გლობალურ სავაჭრო მარშრუტებში და ამ თემას სხვათა შორის გუშინ მიეძღვნა ერთი კონფერენცია, რის შესახებაც სადღაც საათნახევარში საქმიანი დილას ანალიტიკას სტუმარი იქნება ზვია ჭუმბურიძე, საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი. მანამდე კი გეტყვით, რომ მიღმა იმისა, რომ თემა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყნის როლი აი ამ მიწოდების ჯაჭვში ლამის ჩვენი აზრით, ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურად ძლიერდება, მგონია რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ითარგმნება, ანგრევად კონვერტირდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ცალსახად ეკონომიკურ მოგებაში. ჩემი აზრით, უამრავი წინარე თუ თამდევი ეკონომიკური და ბიზნეს პროცედურებისა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ენიჭება კონკრეტულ მაგალითებს, რომელიც ყველაზე სარწმუნო დასტურია, თუ როგორ ეხმარება სხვადასხვა სერვისები. ეს სერვისები კომპანიებს იქნება ეს სერვისები ლოგისტიკური თუ კომპანიები იქნება ლოგისტიკური ოპერატორი ან ფლატ ინვესტორი თემისა. ეხმარება მათ სწორად შეაფასონ ბაზრის ტენდენციები, დაგეგმონ ინფრასტრუქტურა, გაითვალისწინონ რისკები და გადადგან სწორი სტრატეგიული ნაბიჯები, რომლებიც რეგიონალურ ტრანსფორმაციას რეალურ ბიზნეს შესაძლებლობად აქცევს. მე მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია BDO-ს, რომ გამოეხმაურა ჩვენს ინტერესს ამ თემაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩემი შესავლის კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება სწორედ BDO-სა და ITMC-ის თანამშრომლობა და იმ რეალური მაგალითის ჩვენება, რომელიც ჩემი აზრით ზუსტად ასახავს, რომ სწორად შესრულებული ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრის კვლევა და ფინანსური დაგეგმა პირდაპირ განსაზღვრავს წარმატებას საკმაოდ კონკურენტულ ლოგისტიკურ გარემოში. და ეს არ არის კონკურენცია მხოლოდ საქართველოს პარკებში. მადლობა მინდა უთხრა მობრძანებისთვის დავით ფაღავას. დილამშვიდობისა. დავითი გახლავთ მეგობრებო, BDO საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი და ჩვენთან ერთად არის ნიკოლოზ ფერიაშვილი. საქმიანი საზოგადოება იცნობს ნიკოლოზს, იგი ITMC-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. დილამშვიდობის. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენმაც. არქი, დავიწყოთ რეალურად მაინც იმ სერვისებიდან გამომდინარე, სანამ გადავალ თვითონ სერვისებზე, დავით და ნიკოლოზ, გამაერთიანებელი კითხვა. რას ვაჭარბებთ, ან რას ვაკლებთ იმ რეალურ შეფასებებს, რასაც საქართველოს როლი და დანიშნულება ჰქვია სატრანზიტო მარშრუტებში. განსაკუთრებით შუადერეფანზეა საუბარი, რომელიც შესაძლოა გააქტიურდა სხვადასხვა გარემოებების გამო ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ რა არის რეალურად ჩვენი როლი და დანიშნულება ამ ყველაფერში, როგორც ქვეყნისა. იქიდან დავიწყოთ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ცვლილებები მომსწრენი ვართ, რამაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გამოაცოცხლა საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე და შეიძლება რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ, რატომაც გახდა შუადერეფანი, ესე ვთქვათ, ფოკუსის ქვეშ რატომაც მოიქცა. პირველი შეიძლება იყოს ის, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვის რეორიენტაცია მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებს სჭირდებათ და ორგანიზაციებს სჭირდებათ უსაფრთხო და პოლიტიკური ინტერესებისგან და რისკებისგან თავისუფალი მარშრუტების არსებობა. ასეთ შემთხვევაში ხო იმისათვის რომ იყოს ტურისტის გაზრდილი უსაფრთხო და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზება მოახდინო. მეორე შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ასევე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი ინფრასტრუქტურული პროგრესი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს რკინიგზა იქნება პორტის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთი მარშრუტის მაგისტრალის განვითარება, ახალი ტერმინალების მშენებლობა, ეს ამ ეტაპისთვის ქმნის უკვე იმ მინიმალურ საბაზისო ინფრასტრუქტურას, რაც განაპირობებს იმას, რომ ტურისტის პრობლემა არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად აირჩიონ საქართველოს და შუადერეფანი. და ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ შუადერეფანი აქვს ასევე საერთაშორისო აღიარებაც უკვე. ეს დერეფანი დღეს ევროკავშირის, ყაზახეთის, ჩინეთის და სხვა აქტორების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებში ჯდება. შესაბამისად, ხო, მნიშვნელოვანი თუ ამაზე იდეაში არც არავინ არ დავობს, დავით, რომ ჩვენ აი ამ შუადერეფნის სახით რეალური ალტერნატიული მარშრუტი ამ შემთხვევაში ჩამოყალიბდა, მაგრამ არის მეორე თემა, რა გავლენა აქვს ამას კონკრეტულად ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე თქვენი აზრით?
ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე გავლენა დიდი აქვს, ანუ შექმნა პოტენციალი, უბრალოდ მნიშვნელოვანი აქ იმის აღნიშვნაა, რომ პოტენციალი ავტომატურად ეკონომიკურ მოგებად, რა თქმა უნდა, არ გადაიქმნება და ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, ასევე კერძო სექტორის გააქტიურება ამ მხრივ სწორი საინვესტიციო პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების მხრივ. და სწორედ ამას ცდილობს და უდგას ყოველთვის ვიდეო გვერდით, რომ კერძო სექტორის ნაწილში, სადაც მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი გადაწყვეტილების მიღებაში და ინფორმირებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება ინვესტირებაში, დაეხმაროს ბიზნესს, დაეხმაროს ინვესტორს, რომ მაქსიმალურად შეამციროს რისკები და მაქსიმალურად გაზარდოს ის უკუგება, რაც შეიძლება ამ შესაძლებლობის გამოყენებით ბიზნესმა მიიღოს. ITMC-ზე უკეთ გონია, რომ ცოტა ვინც პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავისი ექსპერტიზით და კომპეტენციით ნიკოლოზ ისაუბრებდა იმ პოტენციალზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შეიძლება მოუტანოს შუა დერეფანმა, რომელიც ჩამოყალიბდა და ცალსახა ალტერნატივად და ეს უკაზე დღეს მონიშნულია. ამდენად ხდება ამის ყველაფრის სწორად ათვისება და სად ვართ ჩვენ? გიორგი ძალიან კარგად დასვით თავიდან კითხვა, რომ რას ვაჭარბებთ და რას ვაკლებთ შუა დერეფანთან დაკავშირებით. ანუ შუა დერეფანი ცალსახად დავეთანხმები დავიც რომ ბოლო წლებში გააქტიურდა და ნუ ყველა ამაზე საუბრობს. რას ვაჭარბებთ? ვაჭარბებთ იმას, რომ ანუ კონკურენტი დერეფნები უფრო აქტუალური არის და აქტიურიც არის. და არსად არ გამქრალა, კი ბატონო, კონკურენტი დერეფანი ეს ჩრდილოეთის დერეფანი არის და არის ირანის დერეფანი ეგრეთ წოდებული. ჩვენ ვართ შუაში, ზუსტად. ჩრდილოეთის დერეფანზე რო ვისაუბროთ, ჩვენ დერეფანთან მიმართებაში არის უფრო იაფიც, უფრო სწრაფიც არის, ამიტომ ევროპაში მოსახვედრ, აზიიდან ევროპაში მოსახვედრად ტვირთების და უფრო გამტარუნარი არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რკინიგზის ხაზი გადის მოკლედ და იმაზე მიდის. რაც შეეხება საქართველოს არის კომპლექსური, მულტიმოდალური, ანუ ზღვით უნდა გადმოვიდეს, მე რკინიგზიდან სახმელეთით იაროს და მე ისევ ან ზღვით უნდა წავიდეს ახმელეთით. მულტიმოდალურობას, კომპლექსურობასთან და სირთულესთან ერთად რო ფასს აძვირებს, საინტერესოსაც ხდის, მაგრამ საინტერესო რო იყოს, აუცილებელია რომ დიდი ინფრასტრუქტურა არსებობდეს და საერთაშორისო ოპერატორები იყვნენ, რომელსაც ცოდნა გააჩნიათ ოპერირების და სისწრაფეს უზრუნველყოფდეს ეს ინფრასტრუქტურა და ცოდნა ერთობლივად. ანუ ამას ვაჭარბებთ, აი შედარებისთვის მილიონამდე კონტეინერს ატარებს ჩრდილოეთის დერეფანი და საქართველოს წელიწადში და საქართველოს დაახლოებით 100,000-მდე კონტეინერს ატარებს. 10%. ანუ ტვირთ გამტარუნად სადღაც 35 მილიონ ტონას ატარებს ჩრდილოეთის დერეფანი და საქართველოს 3 მილიონ ტონამდე ატარებს. ხო. ანუ ვაჭარბებთ მაგ კუთხით. ეს 5%-იც აი აქტიური ზრდა 5%-ის მოხდა იმის ხარჯზე, რომ პოლიტიკური რაღაც კონექტურები შეიძლება. კი ბატონო. იქ საქციები და იქ არის სპეციფიკური ტვირთები, რომელიც არ შეიძლება რომ გადავიდოს. კი ბატონო. კი ბატონო და ამან გამოიწვია. თუმცა ამანაც რომ გამოიწვია, ჩვენ აბსოლუტურად ბიზნესი გარემო workforce ანუ მათ შორის სამუშაო ძალა აბსოლუტურად მომზადებელი დახვდა ამ სიტუაციას და ეხაც ეს ტენდენცია გრძელდება რომ ბიზნესი ამ ყოველთვის არ არის ნამდვილად არის არც ცოდნა ვსაუბრობთ რომ ანუ გამოდის თუ არა რომ იდეაში ყველა კომპონენტში არა ვარ მზად. ანუ რას გულისხმობთ? ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა ცალსახად. კი, ცალსახად ნაკლებობა არის. ცოდნის, ანუ შესაბამისად ადამიანური რესურსის ძალიან დიდი ნაკლებობა. და ტექნოლოგიები, ანუ ეს საშუალებები, რომელიც მოდერნიზებულია სხვა მარშრუტებზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ გამტარუნარიანობის საშუალება გვაქვს. კი და აი ამას ვაჭარბებთ. ეხლა რას ვაკლებთ თუ გადავაუცებ. ამას ვაჭარბებთ, როცა რაღაცას ანგაჟირებას ვკეთებთ ამ საკითხს. რას ვაკლებთ? ვაკლებთ, რომ პრინციპში არსებობს ეს მოთხოვნა. ეს მოთხოვნა მგონია, რომ არსად არ წავა პირიქით რაღაც ეტაპზე კი გაიზრდება. იგივე ახლა ზანგეზურის კორიდორზე არის საუბარი, რომელზეც რაღაც შიში აქვს ხალხს, რომ დავკარგავთ ნაკადებს. სინამდვილეში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ნაკადები, იმიტომ რომ ფოთიდან კონსტანცამდე არის 640 კილომეტრი საზღვაო მილი, ნოთიკან ხო საზღვაო მილი არის, რომელიც იდეაში ჩვენ რო საბორნე და საკონტეინერო
კონტეინერულ მიმოსვლა ზღვაზე გქონდეს განვითარებული, ბევრად უფრო სწრაფები ვიქნებით, ვიდრე თურქეთიდან ევროპაში შესვლა სახმელეთო გზით. ამიტომ ზანგეზურის კორიდორს არ უნდა გვეშინოდეს მოკლედ რო ვთქვა, თუ არის ინფრასტრუქტურა და ცოდნა. ხო, რაც შეეხება რას ვაკლებთ, აი ამას ვაკლებთ, რომ ანუ ბიზნესი ბევრად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა სხვათა შორის აქტიურად დაიწყეს ამ საკითხის კვლევა. ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვიდეო ჩაერთო აქტიურად და ეს რაღაც მეტექსპერტიზას შემოიტანს ამ სექტორში. და ეს ხალხი უნდა გაერთიანდეს, ანუ ბიზნესები ერთად, ანუ პატარა ბიზნესები უნდა პატარა არის მაინც საქართველოსთვის ყველა დიდი ბიზნესი მაინც პატარა ბიზნესია. მით უმეტეს როცა ლოგისტიკაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ რამოდენიმე მილიარდებზეა საუბარი ინფრასტრუქტურის ინვესტიციაზე. და ბოდიში დავასრულებ. უნდა ჩემი აზრით უნდა გაერთიანდეს ბიზნესი, საინვესტიციო ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, ფონდების გამოშვება არის ხა აქტუალური და ძალიან კარგი ამბავი არის და ერთობლივად უნდა ძალისხმევა გაერთიანონ, რომ ინფრასტრუქტურა შექმნა და რაც მთავარია შემოიყვანონ საერთაშორისო ოპერატორები, რომ შემოიტანონ ცოდნა ამ სფეროში რა. ხო და ამისთვის ყველა საუბრობს, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგეს. კი ბატონო. სანამ ნიკოლოს მიუბრუნდები იმ კონკრეტული მაგალითით, დავით, რომელიც წარმოადგენს BDO-ს და ITMC-ის თანამშრომლობას, როგორც role models რო განვიხილოთ დანარჩენი ბიზნესებისთვის, მინდა დავუბრუნდეთ თქვენ პასუხს, სადაც თქვენ ბრძანეთ BDO-ს იმ სერვისებზე და იმ ექსპერტიზაზე, ნიკამაც ახსენა BDO-ს ჩართულობა. რაც უკვე კონკრეტულად ამ თემატიკიდან გამომდინარე. რეალურად რა სერვისებთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება შეეთავაზოს ბიზნესს? ხო, რეალურად მნიშვნელოვანია თავიდან განისაზღვროს რა ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, რა რისკები ამ ინდუსტრიაში, ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის მიმართულებით შემიძლია ვისაუბრო, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირველ რიგში რახან ვახსენეთ, რომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ ფორსირებულად მოხდა ამ დერეფნის გააქტიურება და ცოტა მომზადებელი დახვდა კერძო სექტორიც და საჯარო სექტორიც ამ მიმართულებას. მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბაზრის სწორი კვლევა, სწორი აქცენტების გაკეთება, განსაზღვროს რა პოტენციალი აქვს, რა ტვირთს, რა სერვისებია მნიშვნელოვანი, რომ შეთავაზოს ინდუსტრიამ ტვირთის მფლობელებს, სად შეიძლება მოხდეს დამატებითი ღირებულების შემქმნელი სერვისების შექმნა და რა კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ უკვე ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრა ამ სერვისების და შეთავაზებისთვის, რა ინვესტიცია იქნება საჭირო გაწიოს ბიზნესმა ამ ინვესტიციის, ასე ვთქვათ, გატესტვა, მოდელირება დროში, სადაც 15 წლიან პერსპექტივით დანახვა, იმიტომ რომ ინდუსტრია საკმაოდ კაპიტალტევადია, ანუ მოითხოვს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის კუთხით, იქნება ეს მიწის შეძენა, ტერმინალების მშენებლობა, ტექნიკის თახჭურვა ამ ასე ვთქვათ აქტივების შესაბამისად ამ შემთხვევაში აი ეს პროფესიონალების ჩართვა მაგ კუთხით, რომ რისკების და ასე ვთქვათ იდენტიფიცირება, უკუგების დადგენა, რა მოლოდინი შეიძლება იყოს მომავალში, საერთოდ შეიცვლება ვითარება, ამ მხრივ ეს კომპლექსურია თემა, კომპლექსური ანალიზი ჭირდება და ვფიქრობთ ამ კუთხით ხო ვცდილობს BDO როგორც კონფერენციაზე გუშინად ბრძანდებოდით, როგორც ვიცი და საკმაოდ აქტიურადაც მონაწილეობდით და ჩემი კითხვა, სანამ ნიკოლოსთან დავუბრუნდებით, თქვენი თანამშრომლობის კონკრეტულ თემაზე არის ის, რომ ანონსდება ეს ახალი პორტები, იზრდება ეს თვითბრუნვა. ანუ ამ შემთხვევაში მე ჩემგანაც ვიტყვი, რომ მხოლოდ ჯერ ანონსდება და რეალურად არ ხდება იმის გაკეთება, რომ მოხდეს არსებული პორტის მაინც დაღრმავება, მაინც მოკლედ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. თქვენი აზრით, რეალურად რო კონვერტირდეს ეს ყველაფერი შედარებით გრძელვადიან და თანმდგრად ეკონომიკურ მოგებაში საქართველოსთვის, რა სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას? კი, გუშინ გახდით კონფერენციაზე და ფაქტობრივად ყველა მონაწილის მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა ეს აქცენტები, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივად გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც გამტარუნარიანობას და სხვა მხრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოხდება ინვესტირება და გაამყარებს და დააკავშირებს ამ ქვეყნებს ერთმანეთთან, რაც უზრუნველყოფს უფრო რაღაცა ჰარმონიულ გარემოს ტვირთის გადაზიდვისთვის. კონვერტირება მნიშვნელოვანი ასევე აღინიშნა და სხვა ქვეყნების მხრიდანაც, რომ პორტების გამტარუნარიანობა, მათ შორის საქართველოშიც, ესე ვთქვათ, მაქსიმუმსაა მიღწეული და საჭიროებს განვითარებას, იმის გათვალისწინებით, რომ შუა დერეფნის ჩართული ქვეყნების ეკონომიკაც თუ შევხედავთ ზრდის ტემპებს და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც იმ ქვეყნებში ვითარდება, პორტების განვითარება იქნება, რკინიგზის განვითარება და ასე შემდეგ,
ლოგიკურია გქონდეს მოლოდინი, რომ ტვიდბრუნვა ბუნებრივად გაიზრდება დერეფანზე. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ ის სახელმწიფო მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და კერძო სექტორის მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმა, რომ მოთხოვნას რაც შეიქმნება ამ დერეფანზე ზუსტი პასუხი გაეცეს. ამაზე უსასრულოდ შეგიძლია საუბარი დაწუნებული ვარ. კი, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ვეთანხმები და ბიზნესთან კერძო სექტორის გამო გადაიდგას უფრო აქტიური ნაბიჯები, იმიტომ საერთაშორისო მოთამაშეც რო შემოვიდეს და დაინტერესდეს ინვესტიციები ჩადოს, აუცილებელია რომ ლოკალური ბიზნესი დახვდეს ან რაღაცა ინფრასტრუქტურით, ანუ მიწოდების რაღაცა ჯაჭვი უკვე შექმნილი იქონდეს. ისე ინტერესი იქნება ნაკლები და თუ საერთაშორისო ოპერატორები არ გეყოლება ქვეყანაში, ან თუ საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ მოკლედ ეს ტვირთი, ხო ვიღაცამ უნდა ატაროს ეს ტვირთი და ისე არავინ არ შემოვა და ამისთვის საჭირო არის რომ ლოკალური ბიზნესი ან კერძო სექტორი გააქტიურდეს ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან ერთად, როგორც ბანკები და საინვესტიციო აქტივების მართვის კომპანიები და პირველ კითხვაში პასუხად ახსენე ბიდიოს ჩართულობის მნიშვნელობა და მარგი ქმედება. როგორ შეიძლება ითარგმნოს ეს ყველაფერი ITMC-ის და ბიდიოს თანამშრომლობა და როგორ შეგიძლია როგორც საკმაოდ გამოცდილმა ბიზნესმენმა, მენეჯერმა და მმართველმა წარმოადგინო ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა და მარგი ქმედება სხვა ბიზნეს კომპანიებისთვის. ანუ ITMC-ის რა შეძინა ბიდიოსთან ურთიერთობა? კი, მადლობა გიორგი კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ კომპანიებთან ურთიერთობა მჭიდროდ ბიზნესებისთვის და კონკრეტულად რისთვის, რომ ჩვენ მაგალითად რო ვახსენე ინსტიტუციონალური ინვესტორები, ან ბანკები, ფონდები და ასე შემდეგ, მათ არ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ თქვენ ბიზნეს გეგმებზე და მომავალზე ეს უნდა იყოს კარგად დაწერილი და რაც თავარია იქ და არსებული დაშვებები, იმიტომ რომ სამომავლოდ რაღაცას რო აკეთებ და ქნი აუცილებლად არის გათვლილი დაშვებები, ხო? ანუ ეს დაშვებები უნდა იყოს კარგად გატესტილი, ასე ვთქვათ. ამაში გეხმარება ზუსტად ვიდეო და დაგვეხმარა ჩვენ, რომ ეს დაშვებები გაგვეტესტა, ეს ამის სტრუქტურაში მოგვექცია ჩვენი იდეები, აზრები და უკვე რეალიზებული ყოფილიყო ფურცელზე, რისითაც ჩვენ მერე ხელმძღვანელობთ უკვე საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ აი ამას ვაპირებთ, აი ეს ჩარჩო გეგმა გვაქვს, სამომავლო ბიზნეს გეგმების და მათთვისაც გადაწყვეტილებების მიღება ბევრად უფრო ადვილია, როცა ეს მესამე third party-დან არის განსაზღვრული, ხო. შესაბამისად ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ზუსტად აი ბიზნესის ინიციატივა, ექსპერტიზა უნდა შემოვიდეს ისეთი კომპანიების როგორც ბიდიო და რაც უფრო მეტი კომპანია მიმართავს ვიდეოს აი ამ სფეროში მოღვაწე, მით უფრო მეტად გაძლიერდება მათი ექსპერტიზა, იმიტომ ეს ხალხი რასაც უკვეთავენ იმის მიხედვით აკეთებენ კვლევას და feasibility plan-ი იქნება თუ ბიზნეს გეგმა იქნება. შესაბამისად, ხო, აი ეს ბიზნესის ინიციატივა, ექსპერტიზა, ანუ კვლევა და რა არის გასაკეთებელი და ინვესტორი ხო, და შეიკრება რაღაც სამკუთხედი, რომელიცაც მე შეიძლება კონკრეტული ნაბიჯები გადაიწყოს. წარმატებები მეგობრებო. იმედია ეს ყველაფერი კარგად და სწორად იქნება ბიზნესის მხრიდანაც თარგმნილი თქვენი თანამშრომლობის მაგალითზე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. დავით ფაღავა, ბიდიო საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი და ჩვენთან ერთად ასევე იყო ნიკოლოზ ფერიაშვილი, ITMC-ის თანადამფუძნებელი მმართველი პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.